სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად ახალგაზრდა წარმატებული ლიდერი ოთარ აბესაძე გახდა. მან კახა კოჟორიძეზე, მელორ ვაჩნაძესა და მარიამ ქობულიაზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ ქვეყნის მასშტაბით 4000-ზე მეტი ახალგაზრდა გამოიკითხა. კვლევა თბილისის, თელავის, ქუთაისის, გორის და ბათუმის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩატარდა. ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა გამოკითხვა ამ პროექტში იყვნენ ჩართულები როგორც სტუდენტური თვითმმართველობები, ამავდროულად საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის წევრი სტუდენტები, რომლებმაც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხეს 4231 სტუდენტი და უკვე ჩვენ დღეს გამოვავლინეთ ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა ლიდერი. ფიქრობ ის გამოწვეულია იქიდან, რომ განათლების სამინისტროში მუშაობის პერიოდში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ იგივე ფაკულტეტების დაფინანსების მხრივ, იგივე სტიპენდიების გაზის მხრივ, იგივე დოქტორანტურის დაფინანსების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამან გამოიწვია ეს ყველაფერი და ამას გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ, პლუს დამატებით უფრო მძლავრი, კარგი ნაბიჯები გადაითქვა.